მოგესალმებით. დღეს ჩვენ განვიხილავთ წიგნს, რომელმაც მილიონობით მშობლისა და პედაგოგის ურთიერთობა ბავშვებთან სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ეს არის ადელ ფაბერისა და ელეინ მაზლიშის საერთაშორისო ბესტსელერი. როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს, რომ მათ მოგვისმინონ და როგორ მოусმინოთ, რომ მათ ილაპარაკონ. ხშირად მშობლებს გონიათ, რომ ბავშვთან ურთიერთობა მუდმივი ბრძოლაა. ჩაიცვი, ჭამე, მეცადინეობა დაიწყე. მაგრამ ავტორები გვთავაზობენ მეთოდს, რომელიც ეფუძნება არა ძალდატანებას, არამედ პატივისცემასა და ემოციურ კავშირს. მოდით დეტალურად გავიაროთ წიგნის 6 მთავარი პრინციპი. ნაწილი პირველი. როგორ დავეხმაროთ ბავშვებს გრძნობებთან გამკლავებაში. წიგნის პირველი და უმთავრესი გაკვეტილი ეხება გრძნობებს. ავტორები ამბობენ, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს ბავშვის გრძნობებსა და მის ქცევას შორის. როდესაც ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, ისინი კარგად იქცევიან. როგორ მივახციოთ ამას? მათ გრძნობების მიღებით. წარმოიდგინეთ სიტუაცია. ბავშვი მოდის და ტირის, რადგან საყვარელი სათამაშო გაუტყდა. მშობლის ტიპური რეაქციაა: კარგი, ნუ ტირი, სისულელეა, ახალს გიყიდი. ეს არის გრძნობის უარყოფა. წიგნი გვასწავლის, რომ ნაცვლად რჩევებისა და უარყოფისა ჩვენ უნდა მოვусმინოთ მათ. გამოიყენეთ 4 ნაბიჯი. მოусმინეთ ყურადღებით. აღიარეთ მათი გრძნობა მარტივი სიტყვებით. ოჰ, მესმის, გასაგებია. დაარქვით გრძნობას სახელი. შენ ძალიან დამწუხრებული ხარ სათამაშოს გამო. და ბოლოს, რეალობის ნაცვლად, შესთავაზეთ სასურველი გამოსავალი ფანტაზიაში. ნეტავს შემეძლოს ჯადოქარი ვიყო და ისე გავაკეთო, რომ სათამაშო გამთელდეს. როცა ბავშვის ემოციას ვაღიარებთ, ის მშვიდდება და პრობლემის მოგვარებას თავად იწყებს. ნაწილი მეორე. თანამშრომლობა ძალდატანების გარეშე. მეორე დიდი პრობლემა. როგორ ვაიძულოთ ბავშვს გააკეთოს ის, რაც საჭიროა ჩხუბის გარეშე. ტრადიციული მეთოდებია მუქარა, ბრძანება, ლექციის წაკითხვა. წიგნი ამბობს, რომ ეს მეთოდები იწვევს წინააღმდეგობას. ამის ნაცვლად სცადეთ შემდეგი ტექნიკები. პირველი. აღწერეთ პრობლემა და არა ბავშვი. ნუ ეტყვით, შენ ისევ დატოვე სველი პირსახოცი საწოლზე, რა უწესრიგო ხარ. უბრალოდ თქვით, სველი პირსახოცი საწოლზე დევს. ბავშვი თავად მიხვდება, რა უნდა გააკეთოს. მეორე. მიაწოდეთ ინფორმაცია. თქვით, სველი პირსახოცი ლოგინს ასველებს. მესამე. თქვით მოკლედ, ერთი სიტყვით. გრძელი ლექციის ნაცვლად უბრალოდ თქვით, პირსახოცი. და მეოთხე, დაწერეთ წერილი. ხანდახან სასიცილო წერილი ნიჟაზე, მე ჭუჭყივანი ვარ, გამრეცხე, უკეთ მუშაობს ვიდრე ყვირილი. ნაწილი მესამე. დასჯის ალტერნატივები. ავტორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დასჯას. დასჯა ბავშვს აფიქრებს შურის ძებაზე, არა და საკუთარ საქციელზე. მაგრამ რა ვქნათ, როცა ბავშვი ცუდად იქცევა? წიგნი გვთავაზობს ალტერნატივებს.